და საინტერესო თემით ვაგრძელებთ გადაცემას. საგნობრივი მეთოდიკის ტრენინგ მოდულები მასწავლებლებისთვის რას ითვალისწინებს პროექტი და რამდენი პედაგოგი შეძლებს კურსის გავლას. 1000 წლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერი ირინა აბულაძე არიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით, მადლობა მოგზაურობისთვის. ქალბატონ მაგდა, ფაქტობრივად ერთ-ერთი სუსტი წერტილი არის დღეს პედაგოგების ნაწილის კვალიფიკაცია და ძალიან სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით მუშაობს 1000 წლეულის გამოწვევის ფონდი. 20,000 მასწავლებლის გადამზადება მოხდება, როდიდან დაიწყება ტრენინგები და რას ითვალისწინებს კონკრეტულად ეს მოდულები? მოგესალმებით, დილამშვიდობის. ტრენინგები დაიწყება წელს, უკვე რამოდენიმე დღეში, აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყება სკოლის დირექტორების ტრენინგ მოდული, ხოლო სექტემბერში დაიწყება მასწავლებლების პროფესიული განვითარების ტრენინგები. ეს გახლავთ საკმაოდ ფართომასშტაბიანი პროექტი, აფინანსებს ამერიკის მთავრობა 1000 წლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის ფარგლებში. 14 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიყოფა აღნიშნული პროექტისთვის და საქართველოში მოღვაწ ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელს საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკის, გეოგრაფიის, ინგლისური ენის ეკნებათ საშუალება, რომ მიიღონ ძალიან მაღალი ხარისხის ტრენინგ პროგრამებში მონაწილეობა. ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ მოხდეს მოსწავლეების გაინტერესება საბუნებისმეტყველო საგნების და სწორედ ამ მიმართულებით მოხდება მასწავლებლების გადამზადება. უფრო დეტალურად რომ გითხრათ, რა სახის ტრენინგები ჩაუტარდება და ვინ ჩაატარებს ამ ტრენინგებს? ეს არის უმთავრესი მიზანი, ასე ვთქვათ, მთლიანად ამ პროგრამის და ამ პროფესიული განვითარების კურსის. ზუსტად რომ გამჭოლი თემა გრძელვადიანი კურსის არის მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლებს უნდა გავუღრმავოთ ცოდნა და მიდგომები, როგორ დააინტერესონ მოსწავლე საგნით. ჩვენ ხშირად გვეკითხებიან საგნობრივ ცოდნაზე, რომ ეს რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელს ჰქონდეს აბსოლუტური ცოდნა იმ საგნის, რომელსაც ასწავლის. ასეთ ცვალებად გარემოში და ასეთ ცვალებად სამყაროში, როგორც ახლა ვცხოვრობთ, წარმოუდგენელია ადამიანს ჰქონდეს ყველაფერზე პასუხი. აქ ამოსავალი არის ის, რომ მასწავლებელს რა თქმა უნდა ჰქონდეს საბაზო ცოდნა თავისი საგნის, რასაც ასწავლის, მაგრამ უმთავრესი არის, რა თქმა უნდა, განვითარება უნდა იცოდეს სად მოიძიოს ინფორმაცია, უნდა იცოდეს როგორ უნდა დაინტერესოს მოსწავლე, როგორ შექმნას მოსწავლისგან სწავლელი. ის არ უნდა იყოს ინფორმაციის ახალი მასწავლებელი არ ნიშნავს ინფორმაციის გადამცემს. ახალი მასწავლებელი არის ფასილიტატორი, რომელიც აკავშირებს მოსწავლეს სამყაროსთან და ინფორმაციასთან. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ დამოკიდებულებებს, რაც შექმნის კლასში მასწავლებელი, როგორ განწყობებს შეიტანს, რა თქმა უნდა. ეს არის ამ მიმართულებით, ქალბატონო ირინა, თქვენ ალბათ მოკლებასაც ჩაატარებთ და იცით რა მდგომარეობაა. ამ პროექტის დიზაინზე მუშაობა ჩვენ დავიწყეთ იმ მომენტიდან, როდესაც 1000 წლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის 2013 წელს გაფორმდა ეს დიდი მეორე კომპაქტი და უკვე 2014 წლიდან დავიწყეთ უცხოელ კონსულტანტებთან ერთად პროგრამის დიზაინზე მუშაობა. რა თქმა უნდა, მოეწყო სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრები, დავეყრდენით სხვადასხვა ინფორმაციას და ჩვენი და ასევე არსებულ კვლევებს, რომელიც არსებობს სისტემაში. რა თქმა უნდა, მთელი 2014 წელი და 2015 წლის ბოლომდე მიმდინარე 2 წელი მიდიოდა ამ პროგრამის დიზაინზე მუშაობა და განხორციელება დაიწყო 2016 წლის იანვრიდან. შესაბამისად, ჩვენ ვიცით ის, რომ მასწავლებლებს უჭირთ თანამედროვე მიდგომების დაუფლება, იმიტომ რომ ამისთვის არც ძალიათ, იმიტომ რომ ეძნელებათ. ამიტომ ჩვენი მიზანი არის ის კი არა, რომ უფრო მეტად დავსტრესოთ მასწავლებლებს, პირიქით, ვასწავლოთ როგორ გააიოლონ თავიანთი საქმიანობა ისე, რომ მათ უფრო გაუმარტივდეთ აი ამ კლასის მართვა. ჩვენი ქალბატონ მაგდა, იქიდან გამომდინარე, რომ თქვათ პროექტი წინასწარ მოსამზადებელი პერიოდი ქონდა და შესაბამისად შეამუშავა ტრენინგ მოდულები მათ საჭიროებების მიხედვით და იყო კვლევები და შემდეგ თან საკმაოდ მასშტაბურია 20,000 მასწავლებელმა შეუძლია გაიაროს და საგნების ჩამონათვალის მიმართულებებიც საკმაოდ ბევრია.
ხარისხობრივად როგორი იქნება ეს ტრენინგები, იმიტომ რომ რეალურად, როდესაც ჩვენ ამ განათლების სისტემაზე ვსაუბრობთ, ვამბობთ, რომ თქვა შეიძლება ტრენინგები ჩატარდეს, მაგრამ ეს არ გამოიღებს შედეგს, იმიტომ რომ იქნება სამკვირიანი, ერთდღიანი და შესაბამისად არ იქნება მორგებული მასწავლებლებზე და ხარისხზე არ იქნება ორიენტირებული. ამ მიმართულებით რა ხდება, ხარისხი როგორი იქნება წინასწარებული? როგორც აღინიშნა, ამ პროექტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც გერმანელი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ძალიან კარგი წამყვანი ორგანიზაციის კონსულტანტები. ერთი წელი მოვანდომეთ იმას, რომ ჯერ შეგვესწავლა საქართველოში არსებული მდგომარეობა და სწორედ იმ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგი შემოგვეთავაზებია, რაც დღეს საქართველოში მასწავლებლებს გააჩნიათ და ასევე სკოლის დირექტორებს, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს ტრენინგები არის გრძელვადიანი, მინიმალური დრო არის 50 საათი, შემდგომ უკვე არის 3 ეტაპისგან შედგება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანი ახალი მიდგომა არის შემოთავაზებული, რაც გულისხმობს იმას, რომ გარდა საგნობრივი კომპეტენციისა და მეთოდებისა სწავლის, ასევე აქვთ საშუალება შემდგომ უკვე დანერგონ ის, რასაც ისწავლიან მასწავლებლები და ეგრეთ წოდებულ სტადი ჯგუფებში, ანუ სასწავლო შეხვედრების ასე ვთქვათ განმავლობაში შეძლონ მათ უკვე დანერგონ ის ცოდნა, რასაც მიიღებენ ამ ტრენინგების დროს, ასევე სკოლის დირექტორებს აქვს ძალიან ხანგრძლივი სადღაც 120-140 საათიანი ტრენინგები იქნება სკოლის დირექტორებისთვის, რათა უფრო განვითარდნენ ისინი და გახდნენ კარგი მენეჯერები სკოლის და ასევე რაც ქვია მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი, ამის დანერგვა შეძლონ სკოლებში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივაციას თავად მასწავლებლების და დირექტორების, არიან თუ არა ისინი მოტივირებულები, რომ განვითარდნენ ამ მიმართულებით. იცით რა, ძალიან ეხლა უკვე როდესაც გადავედით აქტიურ ფაზაში, უკვე პილოტირება მიმდინარეობს მოდულების და დირექტორების პირველი კურსი დაიწყება 15 აგვისტოდან და ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი იმას, რომ ყველას ჩვენ თვითონ შევეხმიანებით, იმიტომ რომ მიმდინარეობს ეხლა დაკომპლექტება ჯგუფების, იმიტომ რომ გვირეკავენ, წერენ, როგორ ჩავერთო, ყველა საჯარისის სკოლის დირექტორს მოიცავს ეს პროფესიული განათლება. ეს ყველა ჩაერთება ეტაპობრივად, ასევე მასწავლებლები, ის მასწავლებლები, რომლებიც ქალბატონო მაგდამ ახსენა, იქნება რამოდენიმე ნაკადი, სექტემბრის ბოლოდან დავიწყებთ პირველ ნაკადს და პირობითად რომ წარმოიდგინოთ სექტემბრის ბოლოს ნაკადი, რომელიც დაიწყებს ამ კურსს, ზაფხულამდე მოანდომებს ზოგად პროფესიული უნარების კურსს, შემდეგ ზაფხულში იქნება საგანი, ასე ვთქვათ, პირველი ნაკადი 1 წლის განმავლობაში გადის აი ამ ინტენსიურ. თავად დაუკავშირდებით? ჩვენ ყველას თავად დაუკავშირდებით, განათლების და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია, რესურს ცენტრების მეშვეობით, პირადად როგორ იქნება და თბილისიდან იწყებთ ალბათ თუ რეგიონებიდან? თბილისი და რეგიონებია თავიდანვე პირველ ნაკადში დაახლოებით 9000-მდე ადამიანია მოაზრებული, დარჩენილი უკვე მეორე ნაკადში, გვინდა რომ ვთქვათ პირველი ნაკადი მთლიანად მოვიცვათ, იმიტომ რომ ეს კურსები აი ეს არის აქ ძალიან ამოსავალი, რომ ეს გრძელვადიანი კურსი ძალიან ლოგიკურად არის აწყობილი. ეს არ არის ისეთი ერთჯერადი ორდღიანი ტრენინგები. ძალიან ლოგიკურად უკავშირდება ერთმანეთს, აქ არის ტრენინგ მოდული, აქ არის როგორც ქალბატონო მაგდამ ახსენა სკოლაში ბრუნდებიან, ნერგავენ, მერე ბრუნდებიან უკან და სასწავლო ჯგუფებში ხვდებიან ერთმანეთს, ასე რომ გრძელდება. ამიტომაც პირველი ნაკადი დასრულდება მთლიანად, შემდეგ დაიწყებს უკვე მომავალი წლის სექტემბრიდან მეორე ნაკადი. წარმოიდგინეთ შედეგს გამოიღებს ალბათ ნამდვილად. შედეგზე შემდეგ უკვე ვისაუბრებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა წარმატებები და წარმატებას უსურვებ პროექტს მთლიანად, რომელიც უნდა განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ სტუმრებს მადლობა, მაგდა მაღრაძე და მირინა აბულაძე იყვნენ ჩვენთან ერთად. ჩვენ რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, დროებით.